ვისაუბრებთ ასთმაზე, ბევრი ადამიანის პრობლემაა და უფრო მეტის არის ისე რომ არიციან რომ ასთმა. რატო? იმიტომ რომ ასთმა თითქმის ყველას წარმოუდგენია რომ ბავშვობაში რომ ადამიანს ყველა უარდება, ვერ სუნთქავს და ასთმური შეტევა ემართება, ეგ ალბათ ყველამ იცის როგორია ყველა ვიზინგი, ანუ ხმაურიანი სუნთქვა, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში და გრძნობა აქვს ადამიანს რომ იხრჩობა. და ეს სიმპტომები ძლიერდება ღამე და გაივლის მერე რაღაც პერიოდში არის სრულიად კარგად ადამიანი. მერე ისევ ემართება, ანუ შეტევები აქვს, ასთმის შეტევები. და ეს იცის ყველამ, რომ ესეთია ასთმა, მაგრამ არის ასთმის სხვა ტიპებიც, რომელიც ისეთი ხშირი არ არის, როგორც ეს კლასიკური ასთმა, მაგრამ მაინც ხშირია და ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვერ სვავენ დიაგნოზს, რომ ასთმა. ამიტომ ვისაუბრებთ ამ ასთმის ტიპებზე, როგორი ასთმები არსებობს და რომელს რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს. ასთმის რამდენიმე სახის კლასიფიკაცია არსებობს, მაგრამ მთავარი რეალურად არის ის, რომ ეს მთავარი არის, რა სიხშირით აქვს ადამიანის სიმპტომები. კვირაში 2 დღეზე ნაკლებია, თუ კვირაში 2 დღეზე მეტია, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღია თუ ყოველდღე არ არის და მაგის მიხედვით არის მერე და რამდენად უშლის ხელს ყოველდღიურ აქტივობას. შეიძლება ყოველდღე იყოს სიმპტომები და მაგრამ ისეთი ძლიერი სიმპტომები არ ქონდეს ადამიანს რაღაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს უშლიდეს. შეიძლება ყოველდღე არც ქონდეს, მაგრამ კვირაში 2-ზე მეტჯერ ქონდეს. ძირითადად ეგეთია ხოლმე. ძირითადად ასთმავისაც აქვს შეტევები აქვს კვირაში 2-ზე მეტჯერ, მაგრამ ისეთი ძლიერი არა რომ ნიშნულოვნად მათ ცხოვრებას ხელს უშლიდეს. ანუ უმეტესად საშუალო სიმძიმის ასთმაა ყველაზე ხშირი. მეორენაირი კლასიფიკაცია რაც არსებობს კიდე არის ასთმების ესეთი, რომ ასთმა ალერგიული რეაქციებით მიმდინარე თუ ალერგიული რეაქციების გარეშე. ასე ყოფენ ტიპი 2 ასთმა და არა ტიპი 2 ასთმა, ანუ ტიპი 1 არა გვაქვს. ანუ ეგეთი დაყოფა, მთავარი აი ტიპი 2-ს რო ამბობენ, იგულისხმება ხოლმე T2, ანუ უჯრედების ის ტიპი, რომელიც ანთებაში მონაწილეობენ და ეგრე ყოფენ ხოლმე რა, ანთებაში მონაწილე უჯრედები გვაქვს თუ არ გვაქვს, მაგის მიხედვით იყოფა ასთმა. მნიშვნელოვანი რითია ახლა? მნიშვნელოვანი იმითია, რომ სხვადასხვანაირი მკურნალობაა და მკურნალობა სხვადასხვანაირად ემორჩილება ეს ასთმები და სიმპტომები სხვადასხვანაირია. ყველაზე ხშირი ასთმის ფორმა არის ალერგიული ასთმა. ალერგიულს ანუ იგივე ატოპიურ ასთმას ეძახიან. ეგ არის აი ეს წლან რაც თქვით, რომ ბავშვობაში იწყება ძირითადად, როცა რაღაცის საპასუხოდ ემართება ხველა, ეს უძლიერდება ეს ხველა, ბავშვს მოხრჩობის შეგრძნება აქვს და ესეთი სიმპტომები როცა აქვს. მოკლედ ეგ არის კლასიკური ალერგიული ასთმა. ძალიან კარგად ემორჩილება მკურნალობას და მეტიც ბავშვობის ეს ალერგიული ასთმა 50% შემთხვევაში დიდობაში გადის. რაც ძალიან კაია. მეორე ასევე ესეც ალერგიული არის ეოზინოფილური ასთმა. ეოზინოფილებია მაგდროს მომატებული და ეგ არის მან მნიშვნელოვანი. ეგ ტიპი შედარებით იშვიათია. ბევრი ისეთი არაფერი არა მაგას სათქმელი გარდა იმისა, რომ უფრო ზრდასრულ ადამიანს ემართებათ და უფრო არის მძიმე მიმდინარეობა აქვს უფრო. ასევე არის ასპირინით გამოწვეული ასთმა. ასპირინს რო იღებენ ხოლმე, ეგ უძლიერებს სიმპტომებს, ასთმის სიმპტომებს და ეგეც ანთებითი ასთმა რეალურად ეს ტიპი 2 ასთმა, რომელიც ანთებითი უჯრედები გვაქვს ბევრი. და ეხლა განავდივართ უფრო საინტერესოზე და ყველაზე საინტერესოზეც პრინციპში. რატო? იმიტომ რომ აი ის იცის ყველამ და იმაზე ეხლა რაც თქვით, არც არაფერია ისეთი სათქმელი. იმიტომ რომ ძალიან ადვილად
ბავშვის დასვას მაგის დიაგნოზს, რომ ადამიანს თუ შეტევა დაემართა, ხო, ასთმის სუნთქვა უჭირს, მოხშობის შეგრძნება აქვს, გულმკერდის მიდამოში დისკომფორტი აქვს, ვიზინგი აქვს, ხმაურიანი სუნთქავს, ასთმა. რა უნდა მაგის დიაგნოზის დასმას რა უნდა? და ძნელი როდის არის? ძნელი არის, როცა არა ალერგიული ასთმა აქვს ადამიანს. როცა არა ალერგიული ასთმა აქვს, ის მარკერები, მაგალითად ეოზინოფილები, არ არის მომატებული, რაც მნიშვნელოვანია. არ არსებობს კონკრეტული ტრიგერი, ანუ არ არსებობს კონკრეტული ტრიგერი, ის მერე შეტევა ემართება. შეტევა არ არის კლასიკური შეტევა. ანუ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში აქვს რეალურად დისკომფორტი, სუნთქვის და არა ეს შეტევები. ღამე კი არ ემართება მარტო. მთელი დღის განმავლობაში შეიძლება დისკომფორტი ქონდეს. ან ხველა ქონდეს, ქრონიკული ხველა ქონდეს. შესაბამისად, ის არის ძალიან ძნელია, რომ დიაგნოზი დასვა მაგ დროს, რომ ეს არის ასთმა. მით უმეტეს არ რეაგირებს კარგად კორტიკოსტეროიდებზე და ადამიანს რეალურად ან ადამიანი რას იტყვის, ან როგორია არაალერგიული ასთმა. არაალერგიული ასთმა ემართება უმეტესად ზრდასრულებს. და ადამიანი გეტყვის ამას, რომ აი თითქოს ბოლომდე ვერ ვიღებ სუნთქვას. აი ეგ მიჭირს, ბოლომდე სუნთქვის აღება მიჭირს. მაშინაც კი როცა არაფერს ვაკეთებ მაგალითად და მოსვენებულ მდგომარეობაში ვარ. ან მსუბუქ აქტივობას ვაკეთებ, მაგალითად დავდივარ, ან საუბრობ, ან ცივ ჰაერზე გავედი და აი თითქოს ჰაერის შიმშილი, მაგრამ თითქოს სუნთქვა არ მყოფნის. ეგ არის პირველი ყველაზე ხშირი აღწერა, რასაც ადამიანები ამბობენ ხოლმე. მეორე ყველაზე ხშირი, რასაც ამბობენ არაალერგიული ასთმისას, არის ხველა. ეს ხველა შეიძლება არ იყოს ძლიერი და იყოს მუდმივი. სიცივეზე ემართებოდეს საუბრისას, ან მშრალი ჰაერისას, ან მშრალი ჰაერიც თამაშობს როლს. შედარებით უფრო ხშირია ხოლმე ეგ ასაკოვან ქალებში მაგალითად ეს სიმპტომი. მესამე რაც ამბობენ ხოლმე ადამიანები არის, რომ მუდმივად შეგრძნება მაქვს, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში. გეგონება ზეწოლის შეგრძნება, მაგრამ ვიზინგი არა, ანუ ადამიანის სუნთქვისას არ ხმაურობს. და მაგრამ ეს მუდმივი ზეწოლის შეგრძნება აქ ადამიანს. შეიძლება გავდეს შფოთვას, ან შეიძლება ეგონოს ადამიანს გული, ან პანიკური შეტევა. მაგრამ გრძელდება დღეები, ეს გულმკერდის მიდამოში ზეწოლის შეგრძნება, კვირები, საათები და არ აქვს აი ეს ეპიზოდი არ აქვს, რომ სრულად გამიქრა ეს შეგრძნება არ აქვს, სულ აქვს. რაღაც დონეზე მოჭერის შეგრძნება სულ აქვს. და სიმპტომები უარესდება კვეთრსუნებზე, ასევე რაღაც გასაწმენდის სპრეები და რაღაც ქლორიანი და რაღაც ესეთი ისინი როა სახლისთვის წმენდნენ ხოლმე მაგით რაღაცებზე და ცივ ჰაერზე. სიმპტომები უარესდება. შეიძლება კვამლზე, ტემპერატურულ ცვლილებაზე და რაღაც ყელისში გაღიზიანების შეგრძნება შეიძლება ქონდეს უცებ და მერე სუნთქვის გაჭირვება, ხველა. მეხუთე მთავარი ნიშანი არის, რომ ადამიანები ამბობენ, რომ ეს არ გავს შეტევებს, ეს არ არის შეტევა. ანუ შეტევა კი არა, სულ მაქვს ეს დისკომფორტი, აი გამულად მაქვს რა ეს დისკომფორტი, ხო, თავისი შემსუბუქებებით რა თქმა უნდა და გაძლიერებებით, მაგრამ ეს დისკომფორტი არსებობს. აი ეს არის, რასაც ამბობენ ადამიანები, როცა არაალერგიული ასთმა. არის კიდე ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოკონსტრიქცია, რომელიც ასთმების კლასიფიკაციაში გადის ხოლმე კიდე, როცა ვარჯიშის დაწყების მერე ეწყებათ ადამიანებს ეს სიმპტომები. რომელიც ასევე და ვარჯიშს რო დაამთავრებენ, რაღაც პერიოდი ისევ აქვს სუნთქვის გაძნელება, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში. მერე გაივლის.
რაც შეეხება ასთმის მკურნალობას, ასთმის მკურნალობა არის თუ კლასიკური ასთმა, მისი მკურნალობა მარტივია პრინციპში. სალბუტამოლი იცის ყველამ ალბათ. შესასუნთქი ის არის, უნდა შეისუნთქოს ადამიანმა, თუ შეტევა იწყება მაშინ, თუ არა და გრძელვადიანად მკურნალობენ ხოლმე ბეტა აგონისტების პლუს კორტიკოსტეროიდების შესასუნთქი, სიმბიკორტი მაგალითად გაგიგიათ ალბათ. და კიდე სხვადასხვანაირი კომბინაციები არსებობს აი ამ კორტიკოსტეროიდებს პლუს ბეტა აგონისტები და გრძელვადიანად მკურნალობს მოკლედ ყოველ დღეში ერთხელ ან ორჯერ შეისუნთქავს ადამიანი ამას და მთელი 12 საათი თავისუფალია მე საღამოთი ისევ შეისუნთქავს და ასე ეს არის ასთმის რეალურად ასთმის მკურნალობა აი ამ ასთმის კომბინირებულ მკურნალობაზე კორტიკოსტეროიდებს პლუს ხანგრძლივმოქმედის ბეტა აგონისტები ნაკლებად რეაგირებს არაალერგიული ასთმა თუმცა მაინც ეგ მკურნალობა გვაქვს ანუ სხვა უკეთესი მკურნალობა არ გვაქვს მაგრამ ნაკლებად რეაგირებს მაგრამ მაინც რეაგირებს ხო არაალერგიული ასთმის დროს კიდე არის რომ მაკროლიდებს ამატებენ ხოლმე მაგალითად აზიტრომიცინი 250 მგ სამჯერ კვირაში ორშაბათი 4 შაბათი პარასკევი მაგალითად იმუნომოდულაციური ეფექტი აქვს და ნეიტროფილების აქტივობას ამცირებს და მაგ მხრივად თუმცა მას თავისი გართულებები აქვს მაგალითად ქუტე ინტერვალის გაგრძელება შეუძლია ანტიბიოტიკების რეზისტენტობის განვითარებაში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ამიტომ აზიტრომიცინი ფლად უსაფრთხო პრეპარატი არ არის ხა აი ის კორტიკოსტეროიდებს პლუს ბეტა აგონისტები ბევრად უკეთესი ბევრად უსაფრთხო წამლებია ადამიანმა თავიდან დაიცილოს მაქსიმალურად ეს მტვერი და მტვერთან ასოცირებული რაღაცები პარფიუმერის სუნი და დაბინძურება, ჰაერს დაბინძურება მაქსიმალურად უნდა აიცილოს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წონაში კლება, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული არაალერგიული ასთმის არის ხოლმე ჭარბი წონა. ამიტომ წონაში კლებას რეალურად დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო. კიდევ არის ასთმის სხვა ტიპები, რომელიც შედარებით იშვიათია და რომელიც ხშირად არ შეხვდება ადამიანს, მაგრამ მაინც სასურველია რომ ვიცოდეთ. ოკუპაციური ასთმა ეძახიან მაგალითად, როცა ადამიანი სადმე მუშაობს და იმ ნივთიერებებზე ეწყება ხველა და ეგეთ რაღაცეები ეს არის. ასევე არის ზრდასრულობაში განვითარებული ასთმა, რომელიც ასევე ხშირად არის ასოცირებული ჭარბ წონასთან და ეგ არის მიქსი, შერეულია მოკლედ ანთებითი ნაწილიც არის და აი ეს არაანთებითი ნაწილიც არის. ანუ ანთებითი ნაწილი ყველანაირ ასთმაშია, მაგრამ საუბარია ალერგიული კომპონენტის როლი რამხელა ამას გულისხმობ. კიდე არის ხველა ვარიანტული ასთმა. ხველა ვარიანტული ასთმა არის, როცა აი მშრალი ხველა აქვს ადამიანს, რომელიც არასდროს არ მიდის, მოკლედ რა. ეგ არის ხველა ვარიანტული და ეწყება მშრალ ჰაერზე, საუბარზე, სიცივეზე. ეს ასთმა, ეგ არის ესა არის ეოზინოფილური ასთმა კიდე, რომელიც ეოზინოფილების დიდი რაოდენობით მიმდინარეობს და ალერგენებზე დიდად არ არის დამოკიდებული. აი ეს არის ძირითადად რაც ასთმის ტიპებზე უნდა ვიცოდეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი ის ტიპები, რომელიც არაალერგიული ტიპები ასთმის, ხშირად ექიმები დიაგნოზს ვერ სვამენ. იმიტომ რომ პაციენტი არ აღწერს იმას, როგორც ასთმას, პაციენტი აღწერს როგორც სხვა რაღაცებს. ზოგადად შეიძლება ექიმს აიროს უბრალოდ შფოთვაში, ან გაცილებული ხარ და ეგ არაფერია, ან რაღაც ეს სხვანაირად ზოგადად ანუ ქრონიკულ ბრონქიტია გადაფარვა და ასე შემდეგ, მოკლედ. აი ეგ არის რატომაც მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ არაალერგიული ასთმების შემთხვევაში
რა სიმპტომებია და როგორ უნდა ვუმკურნალოთ. მადლობა რომ გაინტერესებთ, ვისაც გინდათ არხის მხარდაჭერა დონაციები, ამისთვის ანგარიშები აღწერაში მითითებული მაქვს და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები, ასევე თუ დონაციას პლუს ჩემთან ინდივიდუალური კონტაქტი გინდათ, მაშინ Patreon-ი მაქვს მითითებული, Patreon-ის ლინკი აღწერაში და მადლობა კიდე ყველას, ვინც ღებულობთ მონაწილეობას ამაში. თუ ისე უბრალოდ გინდათ რომ არხის განვითარებას ხელი შეუწყოთ, ამისთვის ლაიქები, კომენტარები, გაშიარება, გამოწერა არხის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ YouTube-ის ალგორითმი მაგით ხვდება, რომ არხი საინტერესოა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.